ეუთოს განცხადება, რომელშიც ის გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიუწვევია ქართულ ოცნებას ოფიციალურად დაკვირვებისთვის ადგილობრივ არჩევნებზე, ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობთ დიდი ხანია, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არანაირი დემოკრატიული ფასადის შექმნა რეალურად არ სურს არჩევნებზე და ეს არჩევნები კი არ არის, ეს არის ბრძოლის ველი, რომელშიც ჩვენ ვამბობთ, რომ ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს და არ უნდა თქვას უარი ამ ბრძოლის ველზე. ეუთოს მიმართვა ხელისუფლების მიმართ, რომ მოიწვიოს მისი სადამკვირვებლო მისია, ასევე ადასტურებს იმას, რომ ეუთოც ასე ხედავს სწორედ ადგილობრივ არჩევნებს, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის გამართვის არეალს და ამიტომ ეხლა კი არ აცხადებს ამ არჩევნებს არალეგიტიმურად წინსწრებით, არამედ მიმართავს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს სადამკვირვებლო ფუნქციების განხორციელება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ პირწმინდად აგებს მნიშვნელოვან პოზიციებს ადგილობრივ არჩევნებზე და იმდენად არის შეშინებული, რომ არც კი სურს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევა მის ხელისუფლებას.